დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმართან ერთად ჩვენთან სტუდიაში იმყოფება რესპუბლიკური საავადმყოფოს წმინდა პანტელეიმონ კურნალის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი კიკვაძე. დაგლოცეთ მამაო. ერთმანეთ დაგლოცო დილამშვიდობის. მამაო, დღეს მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ჯვარი, ჯვრის თაყვანისცემა. ჩვენ მართლმადიდებლები ყველა განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჯვარს და პირველი შეკითხვა ასეთი მაქვს ცოტა ზოგადი, რამდენად დიდი ძალა აქვს ჯვარს, რა სასწაულები ვიცით ჩვენ, რომლებიც ჯვარს უკავშირდება და ჯვრის ძალით აღვლენილა, თითოეული ჩვენგანი ჯვარს ვატარებთ გულზე და ეს რა ვიცი ყველა მართლმადიდებელი ალბათ ყველა მორწმუნე არ არის ისე არ გავა სახლიდან რომ ჯვარი არ ეკეთოს ეს ერთგვარად გვიცავს გვჯერა ამის რომ გვიცავს მფარველობს და აი ყოველივე ამის შესახებ მინდა გვესაუბროთ. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. ყველაზე დიდი ცხადი და ხილული სასწაული რაც ჯვარის მიერ აღესრულა არის კაცობრიობის გამოხსნა ცოდვით ტყვეობიდან. ამაზე დიდი სასწაული, ამაზე დიდი წყალობა ღვთისაგან სხვას ვერ დავასახელებთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მაგრამ ჩვენ მაინც შევახსენოთ, რომის იმპერიაში ჯვარი იყო სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი სამარცხვინო იარაღი. სამარცხვინო, დიახ, სწორად აღნიშნეთ, არა უბრალოდ იარაღი, არამედ სამარცხვინო იარაღი. და რატომ სამარცხვინო? იმიტომ რომ მაგალითად თუ ადამიანი იყო რომის მოქალაქე და მას ჰქონდა ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომ იმსახურებდა იმდროინდელი კანონების მიხედვით სიკვდილის დასჯას, მას ჯვარზე არ გააკრავდნენ. რომის მოქალაქეს ხას უსმო. იმდენად დამამცირებლად და შეურაცხყოფლად ითვლებოდა ამგვარად მოკვდინება კაცისა. აი ესეთი სიკვდილი იტვირთა ჩვენი ხსნისათვის უფალმა იესო ქრისტემ. ესეთი არჩევანი გააკეთა, რომ ჯვარზე უნდა შემსჭვალულიყო, როგორც წმინდა მაიმბი ამბობენ, ჯვარზე შემსჭვალა თვითოული ჩვენთაგანი მთელი კაცობრიობის ცოდვები. ეს არის ის პირველი და უდიდესი სასწაული, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში ჯვრის თაყვანისცემას ქრისტიანთა მხრიდან. იცით, პირველი 3 საუკუნის მანძილზე თუ როგორ სცემდნენ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს, ამის შესახებ ცნობები მოგვეპოვება პირველ რიგში პავლე მოციქულის წერილებში და შემდეგ გარკვეულ ისტორიულ წყაროებში. თუმცა ცხადი და ხილული თაყვანისცემა ჯვრისა უკვე გვხვდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის შემდგომ, როდესაც ცნობილია, რომ მას ჰქონდა გარკვეული ხილვა, გნებავთ სიზმარი, გნებავთ უფლისგან მოვლინებული ხილვა, ასე უწოდოთ მას და მას ეუწყა საღვთო განგებულებით, რომ ბრძოლაში, რომელშიც მიემართებოდა, თავის დროშებზე უნდა გამოესახა ჯვარი და მოიპოვებდა გამარჯვებას, რაც აღსრულდა კიდეც. აი ამის შემდეგ იმპერიაში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ოფიციალურად, რა თქმა უნდა, მანამდეც იყო ჯვრის თაყვანისცემა და აცნობიერებენ რა ადამიანები, რომ ჯვარი არის კაცობრიობის გამოხსნის იარაღი, იკეთებენ მას გულზე, ისახავენ ჯვრებს. იმ ფორმით ჯვრის გამოსახვა, აი როგორ ჩვენ ვისახავთ არა, ეს მოღუნული, მოკეცილი 2 თითი და შეერთებული 3 თითით, რომელიც სიმბოლოა ყოვლადწმინდა სამებისა და მაცხოვრის ორბუნებრიოვანობისა, კონკრეტულად როდის შემოვიდა და დამკვიდრდა, მე ინფორმაცია არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ვიცით, რომ ჯვრის გამოსახვის სხვადასხვა ფორმები არსებობდა. სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში ადგილობრივი ტრადიციები არსებობდა. ეს შეიძლება ყოფილიყო შუბლზე თითით გამოსახვა ჯვრის, შეიძლება ყოფილიყო 5 თითი ჯვრის გამოსახვა, მაგრამ მართლმადიდებლურ სამყაროში დამკვიდრდა ესეთი ლამაზი ფორმა, როგორც ჩვენ ვისახავთ ჯვარს და რომელიც არის არაერთი უდიდესი სიმბოლოს მატარებელი. პირველი ცხადი სასწაული, რა თქმა უნდა, ჯვრის ძალით უამრავი სასწაული აღესრულება, მაგრამ მოდი ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, თქვენ მკითხეთ ცნობილ ამბავზე, არა? შეიძლება გავიხსენოთ ჯვართამაღლების დღესასწაული. ჯვართამაღლების დღესასწაულზე რა მოხდა, ესე იგი, როდესაც დაიწყო ეს არქეოლოგიური გათხრები, კვლევა-ძიება დედოფალ ელენეს თაოსნობით, არა? იქნა მიკვლეული მაცხოვრის ჯვარცმის ადგილას 3 ჯვარი. წარწერა, რომელიც ჰქონდა უფლის ჯვარს მიმაგრებული პილატე პონტოელის ბრძანებით, რომ ეს არის იუდეველთა მეფე სამენაზე, არა? იყო მომძვრალი, ну ბუნებრივია 3 საუკუნე იყო გასული და ესეთი სისავსით ნივთი ვერ შეინიშნა. ანუ ვერ გაარკვიეს რომელი ჯვარი ეკუთვნოდა მაცხოვრს, რომელი იყო მაცხოვრის ჯვარი. და თქვენმა ტელემაყურებელმა იცის, რომ მიცვალებული გაცოცხლდა ერთ-ერთი ამ 3-დან ჯვარის შეხებით და ამით დადგინდა, რომ
ის იყო ჯვარი უფლისა. აი შემდგომი ყველაზე ერთ-ერთი დიდი სასწაული, რომელიც ჯვრის თაყვანისცემას უკავშირდება, შეიძლება აღვნიშნოთ ეს. დიახ. მამა გიორგი სხვადასხვა ქადაგებების პარალელურად მაცხოვარი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ეუბნება კაცობრიობას. არ ვიცი ამდენად სწორად მოვახდენ ციტირებას, მაგრამ ალბათ უფრო შინაარსს გადმოვცემ, ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავისთვის აიღოს ჯვარი და შემომიდგეს, არ ვიცი რამდენად სწორად თქვი, თუ იცით დამეხმარეთ. რა იგულისხმება ამაში, აი ამ ჯვრის აღებაში, როგორ უნდა გვესმოდეს? ჯვრის ტვირთველობაში უფრო, ესე იგი, სახარებისეულად რო ვთქვათ, ძალიან საინტერესო წინადადება, საინტერესო სწავლებაც, ბევრი განმარტება არსებობს ამ ადგილისა წმინდა მაიმების მიერ და ნუ შევეცადოთ ჩვენ გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანები. ეხლა ეს მაცხოვრის სიტყვები დავყოთ რამდენიმე ნაწილად. თუ კი ვინმეს უნდა შემოდგომა ჩემდა, ესე იგი რა ხდება? უფალი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი საჩუქარი მისგან ბოძებული თავისუფალი ნება. თუ კი მე არ მინდა შეუდგე ქრისტეს, ამას მე არავინ დამაძალებს და ვერც ვერავინ დამაძალებს, იმიტომ რომ თვითონ უფალი იესო ქრისტე არ მაძალებს ამას. ანუ წინადადების დასაწყისში აღინიშნება რომ უნდა იყოს ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება და ადამიანმა თვითონ უნდა ინებოს რომ შეუდგეს უფალს. ხოლო თუ როგორ უნდა შეუდგეს უფალს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჭეშმარიტი მიმდევარი იყოს იესო ქრისტესი, ამის ინსტრუქციას თუ შეიძლება სიტყვა გამოვიყენოთ, უფალი თავადვე გვაძლევს. ხლა აღიღოს ჯვარი თვისი, რას ნიშნავს ჯვრის აღება? ყველამ კარგად ვიცით სახარებიდან, რომ მაცხოვარს როდესაც ის ჯვარს მიყავდათ გოლგოთაზე იმისათვის, რომ ჯვარს ეცვათ, თვითონ ფიზიკურად თვითონ ეჭირა თავისი ჯვარი. ანუ იყო ასეთი ფაქტები, რომ როდესაც ადამიანს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ და ეს სასიკვდილო განაჩენი უნდა ყოფილიყო ჯვარცმა, ის თვითონვე ზიდავდა ხოლმე ამ ჯვარს, ესე იგი სიმძიმეს, გარკვეულ ტვირთს. უარყოს თავი თვისი და აღიღოს ჯვარი თვისი. ესე იგი სანამ ამ ჯვარის ტვირთულობას დაიწყებს ადამიანი, პირველი გამოხატა თავისუფალი ნება რომ უნდა შეუდგეს ქრისტეს. მეორე მოდის სწავლება უარყოს თავი თვისი. ახლა რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ მე ჩემ ეგოიზმზე მაღლა უნდა დავდგე. რომ ჩემ ცხოვრებაში სიტყვა მე არ იყოს მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს უარის თქმა იმ ვნებებზე და შემდეგ რეალიზებურ ცოდვებზე, რასაც სამწუხაროდ ყოველი ჩვენგანი ჩავდივარ და ღმერთმა ქნას რომ გამოვწორდეთ. იმიტომ რომ როდესაც ვნება დიდი ხანი არის ადამიანთან და ადამიანი არ უპირისპირდება მას, ის თითქოს იქცევა მისი ბუნების ნაწილად. ჩვევად და რაც არის ჩემი ნაწილი, რაც იქცა ჩემს ნაწილად, მე იმას ბრძოლას აღარ უცხადებ. ნუ რაც ჩემეულია. ადამიანის ორგანიზმი მაგალითად ებზვის მასში შეჭრილ უცხო სხეულს, იმიტომ რომ იმუნური სისტემა აღიქვამს, რომ ის არის უცხო სხეული. მაგრამ თუ კი ვერ აღიქვა რომ ის უცხო სხეული არ უპირისპირდება, ხო? ასევე ადამიანი, მე თუ ვერ ვაცნობიერებ, რომ ის ვნება ჩემს სულს ნელ-ნელა კლავს, მე მას სულიერ ომს, სულიერ ბრძოლას არ უცხადებ. ეს რა შემთხვევაში ხდება, როგორც აღნიშნეთ, თუ კი ცოდვა იქცა ჩემი ბუნების ნაწილად. აი სწორედ ყოველივე ამაზე უარის თქმა. ესე იგი პიროვნულ ეგოიზმზე და ასევე ცოდვებზე და ვნებებზე, ნუ ყრუ გავაერთიანოთ ცოდვებს და ვნებებზე, ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფას. აი ამის შემდეგ ადამიანს უკვე ეძლევა უფლისგან უფლება, რომ იტვირთოს ჯვარი თვისი და მიემსგავსოს ამით უფალს. იცით, ძალიან ბევრი ადამიანი თulis რომ ის სხვაზე უარესად ცხოვრობს, ან სხვაზე მეტი განსაცდელი აქვს, მაგრამ წმინდა მეემბი გვასწავლია, რომ თვითეული ის ჯვარი, რომელსაც უფალი გვაძლევს ატვირთად და სწორედ აზრი ამ ჯვარის ტვირთულობის ეს არის, ხო, რომ გავიაროთ ერთად უნდა გოლგოთა და თუ კი არ გავივლით, მკვდრეთი თაღდგომაც არ იქნება. ჯვარცმისა და დაფლის გარეშე ვერ აღვდგებით. ნუ გასაგებია ალბათ, რომ ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ და სწორედ ამ ჯვარცმასა და დაფლაში იგულისხმება ის სულიერი ბრძოლა, ის ნებებთან ბრძოლა, საკუთარ თავთან ბრძოლა პირველ რიგში, ხო? საკუთარ გულის თქმებთან ბრძოლა, რომელიც თვითეული ჩვენთაგანის გასავლელია და ამ გოლგოთას ჩემს ნაცვლად, თქვენს ნაცვლად არავინ არ გაივლის.
მე ან მინდა დავაკეთებ ამას და შედეგად ვიღებ მაცხოვართან ერთად აღდგომის სიხარულის გაზიარებას, ან არ მინდა. ნუ როგორც აღვნიშნეთ, ამასაც არავინ გვავალდებულებს და ეს ჯვრის სიმძიმე მაინც არის ინდივიდუალური. და ეკლესია გვასწავლის, რომ არც ერთ ადამიანს არ მიეცემა იმაზე მეტი ჯვარი, რისი ზიდვაც არ შეუძლია. გავიხსენოთ, რომ გადმოცემის თანახმად მაცხოვარი, როდესაც გოლგოთაზე მიყავდათ, ის რამდენჯერმე წაიქცა, წაბორძიგდა. ალბათ ესევეა ჩვენი ცხოვრებაც, ესეც მინიშნება, როდესაც ადამიანი იწყებს ჯვარის მტვირთელობას, ქრისტიანულ ცხოვრებას, ეკლესიურ ცხოვრებას, შეუძლებელია, რომ მან ისე გაიაროს ეს წუთისოფელი, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეხვდეს, რაიმე სიმძიმე არ შეხვდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადგეს და სწორედ მაგის გამინდოდა გიორგი, რომ არა წაიქეცი, არა უშავს ადამიანი ხარ, მე რა ადექი, აიღე ისევე შენი ჯვარი და გაუყევი ისე შენ სავალ გზას. აქ უამრავი რამე შეიძლება დაემუქროს ადამიანს, ხო? მე სასოწარკვეთილება იქნება, უიმედობა იქნება. 1000 გვარი განსასწრელი, რომელიც აუცილებლად ხელშეუშლის მას საბოლოო მიზნის მისაღწევად, მაგრამ ნათქვამია, რომ ცხოვრება ბრძოლა და სულიერი ცხოვრებაც ბრძოლა არის. ამის გარეშე ადამიანის სულის გადარჩენა წარმოუდგენელია. დიახ. კეთილი. იცით, მე პირველი შეკითხვა დავსვი უბრალოდ ყურადღების გამახვილება მინდა, რადგან ჩვენ მაყურებელს აქვს ეს შეკითხვა და აწუხებს ბევრს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მართლმადიდებელმა ატაროს ჯვარი მის დამფარველად და კიდევ ერთი ის არსებობს შეხედულება, რომ აუცილებელია სამოსის შიგნით იყოს ეს ჯვარი და არა ზემოდან როგორც სამკაული და ძვირფასი, ვთქვათ, ნივთი. რას გვეტყვით ამის შესახებ? ინო, იცით როგორ არის, საეკლესიო ცხოვრებაში არსებობს ბევრი არ შეიძლება. თუნდაც ის, რომ აი ჯვარი უნდა იყოს დაფარული სამოსლით. საფუძველი თუ არსებობს ხოლმე ამის. აი სწორედ მაგის თქმას ვაპირებ, გიორგი, რომ ქრისტიანობა არ არის აკრძალვების რელიგია, ქრისტიანობა არ არის არ შეიძლება, ქრისტიანობა არის შეიძლება. მაგრამ რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ამას კვარდამხობს საკუთარი სინდისი, წმინდა წერილი და საეკლესიო მამების პატრისტიკული მემკვიდრეობა. მაგრამ ყველა არ შეიძლება აქვს თავისი მიზეზი. შეიძლება ეს იყოს როგორც პავლე მოციქული ბრძანებს დედაბრული ზღაპრები, ანუ უბრალოდ ხალხური გამოთქმები, გარკვეული მისტიკის საბურველში შემოსვა, გარკვეული მოვლენების, ან შეიძლება სრულიად რეალური მიზეზი ქონდეს, რაიმე ისტორიული ფაქტი იყოს აი ამ არ შეიძლება უკან, რაიმე გარკვეული ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და შემდეგ ქცეული იყოს წესად. რაც შეეხება იმას, რომ თითოეულმა მონათლულმა ადამიანმა უნდა ატაროს ჯვარი, ეს ეკლესიის უძველესი ტრადიციაა გახლავთ. და ვიცით, რომ ადამიანს ნათლობის დროს, როდესაც ის მოინათლება მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით, სასულიერო პირი მას გულზე დაკიდებს მის სახელზე ნაკურთხ ნათლობის ჯვარს. ეს არის ხილული ნიშანი იმისა, რაც უნდა ხდებოდეს ჩვენ გულში. ადამიანი გულით არის აღმსარებელი, ქრისტეს სარწმუნოების მადიდებელი და ამას გარეგნული ნიშან-თვისებითაც გამოხატავს. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ ქრისტიანები ვართ, სწორედ არის ის, რომ ჩვენ სამკერდე ჯვარს ვატარებთ მოუცილებლად, ხომ? არის ასეთი სწავლება, რომ ჯვარს არ უნდა ვიხსნიდეთ და არც არავინ არ იხსნის, არა, ადამიანს გულის ჯვარი უკეთია დღისით, ღამით და ნებისმიერ მდგომარეობაში. რაც არის მისი დაცვა ხილული და უხილავი მტრებისაგან და რაც არის მისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიშანი მარადიული ქრისტიანობისა. ეს გახლავთ პასუხი ამ კითხვას. მამა გიორგი, ასევე რა კი ამ ყოფით საკითხებსაც შევეხეთ ჯვართან მიმართებით. აი მე ხშირად სამარშრუტოში მომისმენია, თქვათ, როდესაც გავივლით ეკლესიასთან და ვინმე გადაიწერს პირჯვარს, აი ერთ-ერთი ქალბატონი, თქვათ, როგორ მიცემს შენიშნას, რომ ქალბატონო არ შეიძლება პირჯვარს გადაწერა, როცა ზიხართ. ასევე აი ჩვენ როგორც დღეს ვისახავთ ჯვარს, თქვით, რომ ეს ფორმა არ ვიცით როდის დამკვიდრდა, მაგრამ მიღებულია ინფორმაცია ვერ ვნახეთ. არა უშავს. უნდა ეცოდინებათ. მაგრამ აი ეს სად გაჩნდა, ან რამდენად ჯანსაღია, მაგალითად ესეც შეგინიშნოთ, მე ცოტა ღიმილს გვრის ხოლმე, თუმცა არ მინდა ვინმე გავაღიზიანო, მართლა მაინტერესებს ეს ნორმა თუა. აი თქნარების დროს რომ პირისზე გამოისახავენ პირჯვარს, შეგინიშნოთ ეს? შემინიშნავს, დიახ. ხო, აი რამდენად იცით რა, გიორგი, ჩვენ აღვნიშნეთ ესეთი სიტყვა დედაბრული ზღაპრები. ამ სიტყვას იყენებს წმინდა წერილი, არა? მე ვფიქრობდი, რომ აი ეს თქნარების დროს ჯვრის გამოსახვაც ერთ-ერთი მათგანია. ჯვარს ვისახავთ მხოლოდ ამგვარად, კონკრეტულად ადამიანს აქვს სურვილი, იცით. მოდით აი ესე შევაბრუნოთ საკითხი. თუ კი ადამიანს უნდა რომ ჯვარი გამოისახოს თუნდაც თქნარების დროს, ამით ის ხო ახლა
ვერ ვიტყვით რომ რამეს აშავებს. ეს არის მისი პირადი ინდივიდუალური ურთიერთობა უფალთან და ვთქვათ შეიძლება ეს ბევრ რამეზე მეტყველებს თუ კი ამას აკეთებს, მაგრამ მოდით ნუ ვიქნებით კრიტიკულები ესეთი და ჩვენ შევეცადოთ ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ქრისტიანული სწავლება და შემდეგ ამ სწორი მართლმადიდებლური სწავლების შუქზე თვითონ მიხვდება ადამიანი როგორ არის პიჯურის გადაცერა საჭირო და რა ვითარებაში. რაც შეეხება იმას რომ დაჯდომილ მდგომარეობაში არ შეიძლება ჯურის გადასახვა, ამასაც მითს მივაწერდი, იმიტომ რომ დედაბრულ აზრად ჯურის გადასახვა არის სიყვარულის გამოხატულება უფლისადმი. და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება ეს თქმა უნდა, მე ჩემს ზეციურ მამას როდის ვეთაყვანები, როგორ ვეთაყვანები, ეს ჩემი პირადი საქმეა. თუ არ ჩავთვლით მართლმადიდებლურ წესებს, რისი დაცვაც ყველასათვის სავალდებულოა და კანონიკურ ფარგლებს წარმოადგენს. მამა გიორგი, ასევე ხვდებით ბოლო დროს ხშირად ალბათ ეს მხოლოდ მისასალმებელია. აი მაგალითად შეიძლება არ იყოს სასულიერო პირი, მაგრამ აი ჩვენს მეგობრები, როდესაც დავსხდებით ხოლმე, თქვათ, როცა უნდა ცოტა მოვილხინოთ, ერთ-ერთი გადასახავს ხოლმე იმ სუფრას, რომელიც არის გაშლილი ჯვარს. ხო შესაძლებელია ესეც, ხო არ არის დარღვევა, რომ ესეც არ შეიძლება და არასასულიერო ასევე შვილებს გადასახო ჯვარი ვთქვათ და მოდით გავიხსენოთ როგორ კურთხევას გვაძლევს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მეგობარსაც ხო შეიძლება გადავსახოთ, მაგალითად ნინოს რო დავიმშვიდობებით ეს. შეიძლება რომ ყველა მშობელმა სახლიდან გასვლის დროს უნდა დასახოს ჯვარი თავის შვილს და შვილმა უნდა ემთხვიოს ხელზე, რომლითაც მშობელმა ის აკურთხა და დაუცა. ნებისმიერ ერისკაც შეუძლია, რა თქმა უნდა, ტრაპეზს ვიდრე იხმელდეს გადასახოს ჯვარი და ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჩვეულებრივი ძველი წესი არის, რასაც ყველა ქრისტიანი აკეთებს. ახლა ყველა ტრაპეზზე სასულიერო პირს ხო ვერ მოიწევთ, არა? რა თქმა უნდა, თავად ნებისმიერ მონათლულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც აკეთებს სასულიერო პირი. ნუ რა თქმა უნდა, არ გულისხმობს საეკლესიო საიდუმლოებების შესრულებას, გულისხმობს ყოველდღიურ პრაქტიკას მორწმუნე ადამიანის, რომელსაც თვითონ ჩვენთაგანი გავდეთ ლოცვის დროს ხო ვისახავთ, არა? შემდეგ იმ ტრაპეზს ვსახავთ, რაც უნდა ვიხმიო, ჩვენ შვილებს ვსახავთ ჯვარს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუნდაც მეგობარსაც რატომაც არა. ასე რომ ჯვრის გამოსახვაში ცუდი არაფერი არ არის, ეს გვანიჭებს წყალობას ღვთისას, შეწევნას ღვთისას და უდიდეს დაცვას ხელული და უხილავი მტრებისაგან. თვითონ მამაო დღევანდელი დღე რომ არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ორი სიტყვა ამაზეც რომ ვთქვათ, მე არ ვიცი გულწრფელად არ მიფიქრია ამაზე და არც არაფერი წამიკითხავს პრინციპში. მე მგონი ერთადერთი ტაძარია ცხეთის ჯვარი გამორჩეული თავისი არქიტექტურით, ბუნებრივად და თავისი მნიშვნელობით. სხვა მე არ მახსენდება, რომ აი ჯვრის სახელზე გამიჭირდება ჯობია. არქიტექტურაზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ მეც ისე შევეხე, ბუნებრივად დილეტანტურად ვიცი ეს არის, რომელიც ყველა მართლმადიდებლს განსაკუთრებულ ემოციას. თვითონ აი ჯვრის სახელობის ტაძარი, მე არ მახსენდება ჯვრის მონასტერი, ხო? ჯვრის მონასტერიც ხომ არის იერუსალიმში. ანუ მე ვამბობ საქართველოში. საქართველოში არც მე მახსენდება სხვა ტაძარი, რომელიც თვითონ აი მისი ჯვრის მამის თქვათ მონასტერი რატომაც არა. ადგილის მინიშნებაც სასწაულებრივად ხდება, ხო, როდესაც ისახება მომდინარეობს, კი როდესაც მან პირველად აღმართა ეს ჯვარი და სინათლე. ეს ისტორია თქვენმა ტელემაყურებელმა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცის და თითოეული ჩვენთაგანი უდიდესი მოგრძალებით ავდივართ ჯვრის მონასტერში და ვეთაყვანებით უფლის ყოფილ ჯვარს. მამა გიორგი, მაყურებელმა დარეკა მას აინტერესებს, აი, როდესაც ადამიანი მოუნათლავი გადის ამ ქვეყნიდანო, ჯვრის ზალა იმდენად დიდიაო, რომ ხშირადო მსმენიაო, რომ ჯვრის გამოსახვით და ნაკურთხი წყლის ხურებით ნათლავენ მას, ეს რამდენად სწორია? ეს არის შემიძლია ვიყო კატეგორიული და თქვა კატეგორიულად არ შეიძლება. დიახ. აქ ისევ და ისევ ვირღვევა მთავარი პრინციპი, ნათლობა რა არის ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება. ჩვილი რომელსაც ვნათლავთ, ამაზე პასუხისგებლობას ის ვიდრე გაიზრდება, ნათლია იღებს, ხო? დიახ. სწორედ ამაზე არ საუბრობდი მთელი გადაცემა, რომ ვიდრე ადამიანი აღიღებს ჯვარს, მან პირველ რიგში უნდა გამოხატოს სურვილი და თავისუფალი ნება. თუ კი ადამიანი მოუნათლავი ტოვებს ამ ქვეყანას, ეს უდიდესი ტკივილია, მე ძალიან კარგად მესმის ოჯახის წევრების, ახლობლების. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიაც არის, ხო? დიახ. მაგრამ თუ კი ადამიანს არ უნდა მონათლა და არ უნდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორ შეიძლება მას თავს ძალად მოვახვიოთ ის, რაც არ უნდა. გარდაცვლილი ადამიანზე ჯვარის გაკეთება, ნაკურთხი წყლის ხურება იმ აზრით, რომ თითქოს იგი ამით მონათლულად შეითვლება, კატეგორიულად მეუღებელი, არა თუ უბრალოდ მეუღებელი, კატეგორიულად მეუღებელი. და ბოლოს მამა მოკლედ რომ გვიპასუხოთ, ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა. რამდენად მნიშვნელოვანია ის ჯვარი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანი ვატარებთ,
იყოს ნაკურთხი ჩვენ სახელზე, ისიც გამიგია, რომ თითქოს არ შეიძლება აჩუქო, აი მაგალითად თუ კი ვინმეს არ აქვს ჯვარი და გთხოვა ან შენ გაგიჩნდა სურვილი, შეიძლება თუ არა მოიხსნავ, თქვა შენი ჯვარი და ეს ძალიან პრაქტიკული საკითხია, გიორგი. მე გამიჭირდება თქმა, ჩემი ჯვარი გულსაკი ჯვარს გულისხმობ, შემიძლია თუ არა ვაჩუქო ვინმეს. ის ალბათ იმ კონკრეტულ მომენტში უნდა გადაწყვიტო, მაგრამ ის კი მართალია, რომ ჯვარი ადამიანის სახელზე იკურთხება, იმიტომ რომ ჯვრის კურთხევის ლოცვაში შემდგომ არის ჩოგლი კვერექსი, ანუ ესე იგი ფორმა ერთ-ერთი ლოცვისა, რომელშიც მღვდელი, როდესაც ასრულებს ჯვრის კურთხევის საიდუმლოს, იხსენიებს იმ ადამიანს, ვინც უნდა ატაროს ჯვარი. ანუ გულსაკიდი ჯვარი მაინც პირადი ნივთი. მესმის. და ეხლა თქვენ რამდენად გააჩუქებთ ამ პირადად? ანუ ეს შენი პირადი თქვენი საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ კი ადამიანს უნდა აჩუქო ჯვარი, ჯობია ახალი შეუძინოთ და ის მივცევთ, ვიდრე ეს ძალიან პირადი მგონია, რა ვიცი, ძალიან პირადი და ძალიან მიჩვევა იცის, აი ვერ წარმოვიდგენია. ხო, რა ვიცი, რატომ უნდა გავაჩუქო, შეიძლება სხვა ჯვარი ავიღოთ და იმით გავახაროთ ჩვენი მეგობარი და ახლობლი. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა, მამა გიორგი, კიდევ ერთხელ გილოცავთ მნიშვნელოვან დღეს. საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, ალბათ მედია ტელემაყურებლებისთვისაც. შევახსენებთ მათ, რომ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მთავარსახური გიორგი კიკვაძე საუბრობდა ჯვრის მადლმოსილების შესახებ.